ხალხი. ქართული სიტყვა ბუნება მომდინარეობს სპარსული სიტყვიდან ბუნი. სომხეთის გავლით თუ სომხურის გავლით თუ პირდაპირ სპარსულთან დასახელებული ძნელი გასაკვირი. მაგრამ ალბათ უფრო სომხური. ეს მახსოვს ჩემი სემინარიაში თუ მე როდესღაც რაღაცებს ვკითხულობდი. ხო, გუშინ ChatGPT-ს ვკითხე. ბუნის მომეციმე ბუნიაობა თუ როგორ არის. ბუნის მომეციმე თქი ეტიმოლოგია და მომეც ეტიმოლოგია სადაც ნახსენები არ იყოს სომხური, ვეკიდო მახსოვდა რომ იყოს სომხური და არ ვიცი ხა სად მოხდა აკითხული, მაგრამ შევედი მე ქართულ ეტიმოლოგიაში Google-ში და იქ ერთ-ერთი თამაშია ჩემი მიყვარს ამ სიტყვების ეტიმოლოგიებში ჩაძიება. ესე იგი აკრეტებული იდეა მქონდა ერთი. არ ვიცი როდის რა წავიკითხე, მაგრამ იყო რომ ნუ როგორ მოქმედებს ენა ადამიანის შემეცნებაზე, ცნობიერებაზე, როგორ გონებაზე და ნუ არის ვერსია რომ აი ფუძისეული მომენტებიც მოქმედებენ ენაზე. თუმცა საბოლოო ჯამში როგორც მე ვნახე ეს ბოლომდე დასაბუთებული, ასე ვთქვათ, არ არის ვერსიები, შესწავლები რაღაცები, მაგრამ ყველაფერი ეს მაინც არის გარკვეულ ვთქვათ, არა თეორიის, არამედ უფრო მეტად ჰიპოთეზების დონეზეა. He recognizes us. He recognizes us, I say. Voilà. მოგეთ, იქ არის მომენტი. როდესაც ხო, ესეთი რაღაცა და ნუ უფრო სამუშაო ვერსია, ასე ვთქვათ. და მინდის ამაზე მუშაობა, როგორც ჩანს, ნელა მეცნიერებაში ეგეთ სახის მეცნიერებაში ფული დიდად აღარ იდება, მეგობრებო. ამიტომ ეგეთი სახის ყველა მეცნიერება ეს ლინგვისტიკა იქნება. თუ ნებისმიერი ანთროპოლოგიური კვლევები თითქმის ლამის ნულამდეა დასული. ნუ შედარებით ტექნიკურთან და შედარებით სამხედრო რაღაც კვლევებთან. ხო და ხო მოგეთ ბუნი არის ეს ნიშნავს ფუძეს, დროშის ტარს, სიმყარეს რაღაცას. ხოლო რომლითაც თარგმნეს ქართულ ბერძნული ფიზის ფიზიკა რა ეს არის ხო ბუნება თარგმნეს ფიო თარგმნეს ბუნით რა ფიზის მე იქნება ბუნება ის ესე იგი აბსტრაქტულება მისი განზოგადება ვმატებთ ჩვენ ებაობას რაღაც ეგეთი ხო და რატომ და ფიო აი ეს დამნიშნულოვანია როდესაც თეოლოგიები რაღაცას თეოლოგობთ ან უაქვინო თეოლოგია კარგად უნდა გახსოვდეთ რომ ფიო როგორც აღმართავს არისტოტელემ ეს ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ რა რამ სტატიკური ფიო არის ამოზრდა ზრდა გესმით ზრდა ეს არის ისეთი რაღაცა რომელიც მოძრაობაშია ყველაფერი მოძრაობს ცის ქვეშეთში ცაც მოძრაობს მაგრამ ცის ქვეშეთს კიდევ საუბრობს ხანით მოძრაობს იქ სხვანაირად გაიზომება დროები და მანძილები ოღონდ გაიზომება ყოველთვის ერთნაირად აი ჩვენ სხვადასხვანაირად გაიზომება რაღაცა ფარდობითია შეფარდებითია თავად ცა და ვარსკვლავების მოძრაობა არის არაფარდობითი იქ ყველაფერი მიმდინარეობს ერთი და იმავე წრეებზე ელიფსებზე გნებავთ ერთი და იგივე ფორმებით და ამიტომ სწორედ ცას უნდა შედარებოდა სხვადასხვა შუმერიც ეგრე იწყება ცას უყურებდაო და გილგამეში არის თუ რომელღაც ესე გვაქვს ეგეთი რაღაც გილგამეშის ძველი წიგნი გვაქვს ქართულ თუ 60-იან თუ 50-იან წლებში გამოსულ თუ როდესღაც არის აღარ მახსოვს იოს კითხულობდი ადრე მახსოვს და იქ იყო რა ცას უყურებდაო და მე არხები გაიყვანა ესე იგი ცის ვხედო ხო და ეს ვარსკვლავები ამიტომ იყვნენ ისინი რაღაც ღვთაებრიობები და ანგელოზებსაც კი უწოდებდნენ და ასე შემდეგ. მოგეთ ეს არის ზრდა, ბუნება თვითონ მოძრაობა. და ეხლა ნახეთ რა ნაბიჯები ხდება. მაგარი უცნაური ნაბიჯები ხდება.
ესე ქართულში არის ეს ფუძეტარი, რომელიც არის მყარი, რომელიც დასაფუძვლებულია რაღაცა, რომელიც გარშემოც რაღაცა ტრიალებს, რაღაცა იზრდება, რაღაცა მოქმედებს. ხოლო ბუნი ეს არის თავისთავად რაღაც უსაფუძვლო რამ, თვითონ იზრდება, თვითონ ამოდის, თვითონ ტრიალებს ასე ვთქვათ რა. ხო, მოვედი უკვე და მოგეთეს დაიმახსოვრეთ. საინტერესო რამე არის. და ამას საკმაოდ დიდი ისა აქვს რა ქვია. შემდეგ განვითარება აქვს მართლმადიდებლურ თეოლოგიაში ძალიან მაგარი თავს, მაგრამ მაქსიმეს და მე უკვე აღარ არის.